ახლა გადავდივარ ყოველი ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას. და რა არის ეს თემა? შენ თვითონ თქვი. მაინც ვეღარ swავდა. ილაპარაკე მაინც. სმით ვეღარ swავ. ღვინო, რომელზეც ესე ვამბობთ, რომ იგი საქართველოს ღვინისაკვანია, საქართველოს ღვინის სამშობლოა. ჩვენ ეს რაღაც დნმ-თან ერთად გვაქვს უკვე და ამაში არც ერთ ქართველს ეჭვი არ ეპარება, თუმცა როგორც იქნა მივახციეთ იმასაც, რომ მთელი მსოფლიო ამას აღიარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღიარებინეთ როგორც იქნა. დიახაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც ღვინო ეს არ არის ჩვენთვის პროდუქტი. ეს არის ჯერ ეს ერთი ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე ქრისტეს ჩვენი მაცხოვარის სისხლის სიმბოლო და მერე ნუ ყოველი ქართველისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განძი, ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ერისა და მნიშვნელოვანია ის, რომ დღესაც გრძელდება ეს ტრადიცია და დღეს ყველანი ვცდილობთ, რომ ამ სახელს, ამ სტატუსს, რომელსაც ღვინის სამშობლო ქვია, ღირსეული თანამედროვე გაგრძელება ვუყოვოთ. მე ღვინის კომპანიის წარმომადგენელი ვარ და ამიტომ ჩემთვის რაღაცა ეს განსაკუთრებულია. სულ ვამბობ, როდესაც თუ იტყვი, რომ ლიზა ბაგრატიელი ცუდი მომღერალია, არა უშავს თქო, მაგრამ თუ იტყვი ჩემს ღვინოზე, რომ არ ვარ და ძალიან სერიოზულ პრობლემებთან გექნება საქმე. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს პატივი მშვენიერი ქალბატონი გვეჭდეს სტუდიაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორი მარია მეტრეველი, რომელიც მოგვიყვება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეირჩა 8 მაისი ღვინის სამშობლოში ღვინის ეროვნულ დღეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო როგორც 8 მარტზე რომ ვჩხუბობთ ხოლმე ქალბატონები, რომ ყოველი დღე ჩვენთვის უნდა ქალბატონების დღე იყოს, ასევე გვინდა ალბათ რომ ღვინის დღეთ იყოს ყველა აღიარებული. თუმცა რატომღაც ამ დღეთ 8 მაისი შეირჩა რატომ 8 მაისი საინტერესოა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ გიორგობას და ვულოცავ მაყურებლებს ამ შესანიშნავ დღესასწაულს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვსაუბრობ ქართულ ღვინოზე. იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივად სასმელი პროდუქტი, ეს არის ჩვენი კულტურის, იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ საკრალური დატვირთვა აქვს რელიგიაში, ასევე არის კულტურის, ხელოვნების, კინემატოგრაფიის განუყოფელი ნაწილი, ასევე ხუროთმოძღვრების და ესეთი სიმბოლური დატვირთვა, რომ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ შეირჩა კონკრეტულად არ გვაქვს, თუმცა ეს დღე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მთელ მსოფლიოს ეტყვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის აღნიშნული დარგი ჩვენი ქვეყნის განვითარების და უშუალოდ მიმდინარე ისტორიაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დღემ ეროვნულმა დღესასწაულმა გაერთიანოს კიდევ ერთხელ როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე ვუთხრათ კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვინის სამშობლო და ამ აღიარებამ, რომელიც 2017 წელს მივიღეთ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოდან გავრცელდა შემდგომ მეღვინეობა, მევენახეობის კულტურა მთელს მსოფლიოში, რადგან უძველესი ღვინის კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი. კულტივირებული წიფწა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მქონდა სხვადასხვა ლიზა გადაცემა, რომ ხორბალის და ღვინის კულტურაც საქართველოში აღმოჩნდა პირველები და წარმოვიდგინეთ. დიახ, და პირველი ევროპელი რომ საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი, ალბათ ესეც კარგად გახსოვთ. ასე რომ მოკლედ ცოტა ფრთხილად მორიდება იქონიეთ და პატივი. და შესაძლებელია რომ საერთაშორისო კალენდარში დამკვიდრდეს ეს დღე 8 მაისი. რა თქმა უნდა, რადგან წელს დებიუტი არის და პირველად აღინიშნება ღვინის ეროვნული დღე, მიგვაჩნია რომ წლების განმავლობაში ეს ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმატს შეიძენს.
დიდ მეღვინეობის ქალაქებში აღნიშნავთ და ასე შემდეგ კიდევ უფრო მეტად და რა თქმა უნდა შესაძლოა რომ ეს გახდეს საწინდარი რომ ჩვენ უნდა დავიმსახუროთ. ხო, ეს საერთაშორისო აღიარება. მაგრამ ღვინის ეროვნული სააგენტო მუდმივად ემსახურება საქმეს ქართული ღვინის პოპულარიზაციას წლის განმავლობაში და უკვე მრავალი წელია და ჩვენ მუშაობთ სტრატეგიულ ბაზრებზე იმისთვის რომ ქართულ ღვინოს ეკავოს სათანადო ადგილი ხარისხით ღვინის მსოფლიო რუკაზე. კი ბატონო, სხვათა შორის ეს მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ჯერ ისეთი დავიწყოთ იქიდან ჩვენ უფრო მნიშვნელოვან თემებს ვთქვით, ხო, ქართული ღვინო ჩვენთვის. მაგრამ ერთ-ერთი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე დღეს მომგებიანი საქმე, ასე ვთქვათ, ქართული სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ექსპორტი გვაქვს ამ პროდუქტის ერთ-ერთი ჩვენნაირი პატარა ქვეყნის. კი, ნამდვილად ეს არის პროდუქტი, რომელიც უკვე იცნობ, სხვათა შორის მე როგორც აღნიშნე ღვინის კომპანიის წარმომადგენელი ვარ 20 წელია უკვე და როდესაც ჩვენ თავიდან გავდიოდით, ვთქვათ, გამოფენებზე, ენოლოგებმა, მეღვინეებმა, ანუ ადამიანებმა, რომელიც ღვინოში მოღვაწეობენ, იმათმა იცოდნენ, რომ ქართული ღვინო არის სამშობლო, რომ ქართული ღვინო არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი, მოდიოდნენ ჩვენ სტენდთან. ამ წლების განმავლობაში მეცადინეობა სახელმწიფოსიც, კომპანიებისაც, თვითონ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, უნდა თქვათ, რომ ჩვენ როგორც ვამბობთ, ბედკრულ 70 წლის განმავლობაში მართლაც ხარისხი ძალიან მნიშვნელოვნად დავარდა და ახლა უკვე აი ამ ბოლო წლების, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ მივხვდით, რომ არა, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის ხარისხი, რომელიც გვქონდა მანამდე და ამიტომ დღეს თანამედროვე ღვინოც დგას ისეთ ძალიან სერიოზულ თუნდაც ჩვენი კომპანია სულ ოქროს მედლებს, სულ გრან-პრის ვიღებთ, იმიტომ რომ არის ის რაღაც განსაკუთრებული. ჯერ ყველა მეღვინე მთელ მსოფლიოში აღიარებს, რომ საფერავის ჯიშის ყურძენი ეს არის რაღაცა უნიკალური რამ, რაც მსოფლიოში არაფერთან ანალოგიაში არ მოდის და ის პოტენციალი, რაც ჩვენს ყურძენს საფერავს აქვს, ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. აბა რა პერსპექტივები გვაქვს? ეხლა ეს დღე ძალიან კარგია, დღე რჩება, მაგრამ საქმე ყოველდღიურია. ხო და აი რა გვაქვს ეხლა აი პერსპექტივაში? რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ჩვენი გადასარევი ღვინო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს სამყაროს? გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ხარისხი არის ის უმნიშვნელოვანესი მიზანი ჩვენთვის უპირველესი, რადგან გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს 8000 წლიანი უწყვეტი ქვევში ღვინის დაყენების ტრადიცია, ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის და ასევე თითოეული მევენახისთვის და თითოეული მეღვინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხიანი პროდუქტი და ამგვარი ფორმით გაიცნოს ის მსოფლიო. ამ პრიორიტეტს ჩვენ მივყვებით ყოველდღიურად, ვზრუნავთ იმაზე, რომ ქართული ღვინის ხარისხი იყოს ძალიან მაღალი. ყოველდღიურად ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ამაზე ზრუნავენ, მუდმივი მოლაპარაკებები არის ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან და გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული კუთხით მუდმივ რეჟიმში, აი თავჩაუხრელად მუშაობს, რომ მსოფლიოში ყველას გავაგებინოთ თუ რას ნიშნავს ქართული ღვინო და გარდა ღვინისა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობა. მაგალითად, აქტიურად მუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის ბაზრებზე და უშუალოდ ამ ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში სწორედ პირველი ღონისძიება, რომელიც იქნება სამეცნიერო კონფერენცია, მოიცავს ამ ქვეყნიდან მოწვეული ღვინის, მსოფლიოში ძალიან კარგად ცნობილი ღვინის მაგისტრების მოხსენებებს და ამ ფორმატში ჩვენ მიერ მოწვეული ღვინის მაგისტრები, როგორიც არის დებრა მაიბურგი, სარა ებოტი, როგორიც არის კრისტიან ბაუმი, ისაუბრებენ ქართულ ღვინოზე, იმ სტრატეგიულ ბაზრებზე, რომლებიც უშუალოდ თვითონ მუშაობენ. ეს არის გერმანია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა ქართული ღვინის წინაშე დგას იქ.
და ასევე ამ სამეცნიერო კონფერენციაზე ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი ბატონი დავით მაღრაძე, მეცნიერი, რომელიც ჩართული იყო ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევაში, წარადგენს თავის გამოსვლას და ისაუბრებს ამ მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას და მასთან ერთად 7 ქვეყნის მეცნიერ მომხსენებელი ისაუბრებს იმ მიღწევებზე, რომლებიც 2014 წლიდან დღემდე ამ სამეცნიერო პროექტის კვლევის საფუძველზე მივიღეთ. ანუ პრინციპში ეს პირველი აღნიშვნა უფრო სამეცნიერო, უფრო პროფესიული იქნება, ვიდრე ვთქვათ, მეღვინეები ხო იღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მეღვინეები დაესწრებიან ამ 40-მდე კომპანია არის წარმოდგენილი, ისინი როგორც დაესწრებიან ამ სამეცნიერო კონფერენციას და რა თქმა უნდა მოისმენენ ამ მოხსენებს და რა თქმა უნდა მათ უკავშირის შესაძლებლობაც ექნებათ. ასევე მეორე ნაწილში, რომელიც არის საფესტივალო და საყოველთაო და გაიმართება გუდიაშვილის მოედანზე შუა დღის 3 საათიდან საღამოს 10 საათის ჩათვლით და ყველა მსურველს ექნება მოსვლის შესაძლებლობა, ისინი დააგემოვნებენ ადგილზე განთავსებული მეღვინეების 10 საათზე მინდა იქ გავისეირნო, აი 10 საათისთვის პროდუქციას და ასევე გაიგიქნება გამოფენა გაყიდვა და ასევე ღვინის ბარებში შეძლებენ ღვინის დაგემოვნებას, მოეწყობა ინსტალაციები და საკმაოდ ლამაზი გარემო შევქმენით და რა თქმა უნდა ვიზრუნებთ მუსიკით ხალხის განწყობილებაზე. და ყველას ვთხოვ, რომ მობრძანდით და ერთად ვიზეიმოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე, რომელსაც ქვია ღვინის ეროვნული დღე და რომელიც ჩვენი ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ 1000 წლოვანი ისტორია დაიწერება სამომავლოდ ჩვენი. სამომავლოდ მე დარწმუნებული ეს მასშტაბურიც უფრო მასშტაბურიც გახდება, ხო? ხო, რეგიონალურიც ალბათ ეს უნდა გავიყენოთ ყველას და მთელი სამყარო ჩვენ ვიყენებთ. ახსოვს ეგაბავი და მოკლედ ნამდვილად იმსახურებს ქართული ღვინო. იმას რომ იყოს მასშტაბური, იყოს საერთაშორისო, იყოს ძალიან ხმამაღალი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სამშობლო, რომელიც ამ ტრადიციას დღესაც ძალიან ღირსეულად აგრძელებს და ეს არის ის თემა, რომელზეც მე ძალიან დიდი სიამაყით ვსაუბრობ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ძალიან დიდ წარმატებებს. უღრმესი მადლობა.